20 წელია დაკავებული ვარ ტრენინგების ჩატარებით და ერთ-ერთი თემა, რომელიც ყველა აუდიტორიაში იჩენს თავს და დიდ ინტერესს იწვევს და ერთნაირად აქტუალურია Gen Z თაობისთვის, მილენიალებისთვის და უფროსი თაობების წარმომადგენლებისთვის, არის ფინანსური თავისუფლების მიღწევის საკითხი და თავში მიტრიალებდა ეს თემა და ძალიან გაგვიმართლა, რომ ჩვენი მეგობრები კომპანიიდან Index Wealth Management დაგვიკავშირდნენ და მოკლედ სურვილი გამოთქვეს, რომ ინვესტიციებზე, ფინანსურ თავისუფლებაზე ერთად მოგვემზადებინა გადაცემების სერია YouTube-ზე, ჩვენ YouTube არხზე და მოკლედ ძალიან გაგვიხარდა ეს ამბავი, კარგად დავამუშავეთ თემა და ვიწყებთ ფაქტიურად ამ საქმის, კარგი საქმის ჩემი აზრით გაკეთებას. Index Wealth Management-ის საქმიანობა უძრავ ქონებას უკავშირდება და მათ საინვესტიციო მრჩეველებს შეუძლიათ გაგიზიარონ გამოცდილება თუ როგორ შეიძლება ამ სფეროში კონკრეტულად უძრავ ქონებაში ინვესტირება ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევის ერთ-ერთ გზად გადაიქცეს. ესე იგი, როდესაც ფინანსურ მდგრადობაზე და თავისუფლებაზე ვლაპარაკობთ, ბუნებრივია ვერ გავექცევით საუბარს რისკებზე. ანუ თუ არსებობს ფინანსური თავისუფლება და თუ არსებობს ამ ფინანსური თავისუფლების გეგმა, არსებობს რაღაცა საფრთხეები, რომელიც ხელს უშლის და ყველა ჩვენგანს აქვს გამოცდილება, რომ რაღაცეები დავგეგმეთ, რაღაც მიმართულებით გავემართეთ და საბოლოო ჯამში ისე არ გამოვიდა, ესე იგი, როგორც ჩვენ გვინდოდა და მოკლედ რამდენიმე რისკზე უნდა ვისაუბროთ ამ ვიდეოში და ამ რისკების მოგვარების გზებზე. და პირველ რიგში, ესე იგი, პირველი მთავარი საფრთხე ჩვენი ფინანსური გეგმების არის ცხოვრება თვითონ, რომელშიც დაუგეგმავი ამბები ხდება. დაუგეგმავი ამბები ხდება ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ქონების თვალსაზრისით, სამსახურის, დაკარგვა, შრომის უუნარობა, ახლობლები, ჯანმრთელობა, ოჯახის წევრები, მოკლედ ძალიან ბევრი რამეა, ასე ვთქვათ, რაც ისე არ მიდის, ესე იგი, როგორც ჩვენ გვინდა და როგორც ჩვენ გეგმავდით და ამ ყველაფერს უკავშირდება გაუთვალისწინებელი ხარჯები და ყველას გქონია ისეთი გამოცდილება, რომ ესე იგი ჩვენ თავს მოვერიეთ, დავზოგეთ თანხა, რაღაცა მიზნისთვის ვინახავდით, ესე იგი ამ თანხას და საბოლოო ჯამში, ესე იგი კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო და მოკლედ ისე შემოbrunდება ცხოვრება, რომ ფაქტიურად აბსოლუტურად სხვა მხარეს მოგვიწევს წასვლა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა პრობლემას ერთი ხელის მოსმით ვერ მოვერევით, მაგრამ რისკების მართვა არსებობს და შესაძლებელია, რომ რაღაცა დავგეგმოთ. ესე იგი, პირველი საფრთხე არის გაუთვალისწინებელი ხარჯები, რომელიც დაუგეგმავ ამბებს მოყვება. მეორე სერიოზული მტერი, რა ვიცი, შეიძლება პირველადაც მივიჩნიოთ, არის ჩვენი მავნე ჩვევები და ეხლა აზარტულ თამაშებზე და ეგეთ რაღაცებზე თუ საუბრობთ, საერთოდ ძალიან მძიმე პოზიცია, თუმცა უფრო რაღაცა პატარა ცოდვებიც, როგორც არის იმპულსური შოპინგი მაგალითად. იმპულსური შოპინგი გულისხმობს, რომ არ ვაპირებდი ყიდვას, ან რაღაცა მცირე რაღაც ყიდვას ვაპირებდი და საბოლოო ჯამში 5-ჯერ მეტი დავხარჯე. მოუზომავი molხენა, იმიტომ რომ ვაპირებდი, რომ ამდენი დამეხარჯა დაუშვათ მეგობრებთან ერთად და უცებ აღმოჩნდა, რომ სხვა თანხა დავხარჯე. შეუფერებელი სტანდარტის ნივთების ქონა, ხო ხშირია, რომ რა ვიცი, მოვა ძიძა ან დამლაგებელი, რომელსაც ანაზღაურება შეიძლება საკმაოდ მცირე ქონდეს და მოკლედ რაღაცა 3000 და 4000 ლარიანი ტელეფონი აქვს, ან ახალგაზრდა ადამიანს აქვს მანქანა, რომელიც თანრიგით აღემატება, ასე ვთქვათ, მის ფინანსურ შესაძლებლობებს, ხო? მოკლედ ეს მავნე ჩვევები საკმაოდ სერიოზული პრობლემაა და აუცილებლად აგვაცდენს ფინანსური მდგრადობის და დამოუკიდებლობის გზას.
ასევე მესამე მნიშვნელოვანი მტერი არის მუდმივი გადახარჯვა ცოტ-ცოტასი. ანუ მოკლედ ჩვენი ფინანსური უდისციპლინობა ხანდახან იწვევს იმას, რომ ერთბაშად დიდი პრობლემები კი არ გვექნება, მაგრამ სულ გვიგროვდება. აი არის ხოლმე რომ შვებულების დრო რო დადგება, უკვე გადახარჯულია საახალწლოდ, არანაირი დანაზოგი არ აქვს, არადა რაღაცა ხარჯები გვიწევს ახალ წელზე. ბავშვის სკოლის ან რაიმე სხვა ხარჯი გამოჩნდება და მაგ დროისთვის ვიცით რომ ყოველწლიურად არის ეს ხარჯი და ისევ არა ვართ მომზადებული, ხო? აქაც იმაზეა საუბარი, ესე იგი ზამთარი უეცრად მოვიდაო, ესე იგი ეს არის იუმორი და სატირა, რომ ვიცით რომ ეს ხარჯები მოვა, მაგრამ მაინც მოულოდნელად მოდის ის დრო და მოუმზადებელი ვხვდებით, ხო? საბურავები იქნება მანქანის თუ სხვა რამე, რაც დაგეგმვადია და განაწილებადია და გათვლადია, ხო? მეოთხე საფრთხე ძალიან მნიშვნელოვანი არის კრედიტების და ვალების არაჯანსაღი და არარაციონალური გამოყენება. მოკლედ ხვალ დღეს ვისესხებ, ხვალ გადავიხდი, ბანკებიც გვიწყობენ ხელს ამ მიმართულებით და საკრედიტო დაწესებულებები, რომ ვისესხოთ ხელფასამდე, საკრედიტო ბარათებზე გქონდეს ძალიან მაღალი ლიმიტები და ასე შემდეგ და ყველა ქვეყანაში სერიოზული პრობლემაა და მათ შორის ჩვენთვის და ჩვენ ქვეყანაშიც რა თქმა უნდა. და მეხუთე ძალიან მნიშვნელოვანი საფრთხე არის ფინანსური პარაზიტები ჩვენ გარშემო. ესე იგი, ეს არის ის ხალხი, იმ ხალხს არ გულისხმობ ხალხო, ვინც თქვენი პასუხისმგებლობაა და ვინც სულით და გულით გინდა რომ დაეხმაროთ. ლაპარაკია დაუგეგმავ ფინანსურ დანახარჯებზე, რომელიც აი ამ ჩვენ ნაცნობებს უკავშირდება. მოკლედ ეს ხუთი ძირითადი მიმართულებაა, რომელმაც შეიძლება გზას აგვაცდინოს და მინდა ამ ვიდეოში, ესე იგი ამ ხუთ მიმართულებაზე ვისაუბროთ და რა შეიძლება რომ მოუხერხოთ ამ ყველაფერს. სანამ გადავალთ მოგვარების გზებზე, აუცილებლად მინდა მადლობა გადაუხადო ჩვენ მეგობრებს Index Wealth Management-დან, რომლების გარეშეც ჩვენ ამ სერიას ვერ შევქმნიდით და გთავაზობთ გაეცნოთ მათ შეთავაზებებს უძრავი ქონების სფეროდან, რომელიც ნამდვილად არის ფინანსური თავისუფლების მიღწევის ერთ-ერთი პოპულარული გზა. ეხლა დაუბრუნდეთ ჩვენ საფრთხეებს და ვისაუბროთ იმაზე, რა შეიძლება მოუხერხოთ თითოეულ საფრთხეს აი ამ ჩვენი ხუთი ჩამოთვლილი საფრთხიდან. დავიწყოთ გაუთვალისწინებელი ხარჯებით და მოკლედ პირველი, რაზეც უნდა ვისაუბროთ გაუთვალისწინებელი ხარჯების დროს, ეს არის დაზღვევა. და ბევრი ჩვენგანი დაზღვევას რაღაცნაირად განსაკუთრებით ახალგაზრდა ხალხი ცოტა აგდებულად უყურებს თქვა არ ვიტყვი, მაგრამ აი იმიტომ აქვს მაგალითად ჯანმრთელობის დაზღვევა, რომ სამსახურმა გაუკეთა დაუშვა, თვითონ თავის ფულს გადაიხდიდა თუ არა, არ ვიცით. მანქანის დაზღვევა აქვს ბევრ ადამიანს, მაგრამ უფრო ძვირიანი მანქანების პატრონებს და უფრო მეტ შემოსავლიანებს აქვს თითქოს დაზღვევა და მცირე შემოსავლიანებს არა აქვს ეს დაზღვევა და არადა მცირე შემოსავლის დროს უფრო დიდი საფრთხეა რომ აგაცდინოს, ასე ვთქვათ, გზიდან, ხო? მე მინდა ვთქვა, რომ დაზღვევა, როგორც ჯანმრთელობის დაზღვევა, კარგი დაზღვევა, კარგი პაკეტი, რამდენადაც შესაძლებელია, ასევე ავტომობილის დაზღვევა, ასევე თქვენი ბინის და უძრავი ქონების დაზღვევა, ასევე კრიტიკული და მძიმე დაავადებებისგან დაზღვევა, სულ უფრო მეტი სახეობა ჩნდება ბაზარზე დაზღვევის და მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია და ბევრი დაფიქრება გმართებს ჩემს საკუთარ წარსულში. ახლა მანქანის პრობლემა ყველას ქონია, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის და არის ქონებასთან დაკავშირებული, ხან მეზობელმა დაგვტბორა, ხან გაგვძარცვეს ბინაში, მოკლედ და დაზღვევამ გადაგვარჩინა ფაქტიურად რაღაც ისეთ მასშტაბურ საფრთხეებს, რომელიც აი წარმოდგენად ძნელი იქნებოდა, როგორ გამოვძვრებოდით მე და ჩემი ოჯახი დაზღვევა რო არ გქონოდა. ასე რომ მოკლედ დაზღვევას არ აქვს ალტერნატივა ფაქტიურად და ნებისმიერ განვითარებულ საზოგადოებაში, სადაც არის საშუალება დაზღვევის ქონის, მოკლედ დაზღვევა აუცილებლად უნდა გქონდეს. მეორე საკითხია, რომ ყველა რისკისგან დაზღვევა არ გვიშველის და ეხლა ახლობელს დაჭირდა თუ რაღაცა ოჯახში რაღაცა განსაკუთრებული საჭიროება შეიქმნა და ასე შემდეგ, მოკლედ ყველა შემთხვევისთვის დაზღვევა
ვერ იმუშავებს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სპეციალური დანაზოგი არსებობდეს შავი დღისთვის, ასე ვთქვათ, ანუ ჩვენი საკუთარი სადაზღვევო ფონდი უნდა შევქმნათ, რომელიც დააზღვევს სწორედ იმ რისკებს, რომელსაც ვერ დააზღვევს სადაზღვევო კომპანია და ამიტომ ჩვენ იმ მეთოდოლოგიაზე, რომელზეც ვსაუბრობთ, იქ ლაპარაკია 70-30 თუ გახსოვთ, ესე იგი 70% შენ ხარჯებზე და 10% იყო სწორედ გაუთვალისწინებელ შემთხვევებზე, ხო? ამიტომ ერთი დანაზოგი კი არ უნდა გქონდეს, გამოდის რომ რამდენიმე დანაზოგი გჭირდება, მინიმუმ 2 დანაზოგი გჭირდება, ერთი დანაზოგი გჭირდება შენაძენებისთვის ან დაგეგმილი რაღაცეებისთვის, შეიძლება ეს იყოს შვებულება, შეიძლება ეს იყოს შესაძენი რაღაცა, შესატანი იგივე უძრავ ქონებასთან დაკავშირებული და ასე შემდეგ, მაგრამ შავი დღის, ანუ აი დაზღვევის დანაზოგი ცალკე უნდა იყოს. ამიტომ მოკლედ ამაზე მინდა რომ ძალიან დიდი ყურადღება მიაქციოთ ამ ამბავს, ამ ამბის გარეშე ვერ გამოვძვრებით, ასე ვთქვათ, ხო? მავნე ჩვევები უნდა გადავეჩვიოთ ეტაპობრივად და თქვენ გახსოვთ, რომ მეთოდოლოგიაში, ასე ვთქვათ, არის ინვესტიცია შენ თავში. ანუ ინვესტიციის გარეშე შენ თავში არაფერი არ გამოვა და მავნე ჩვევების გადაჩვევა ეს თამაშის მიმართ მიდრეკილება იქნება თუ სპონტანური ვაჭრობა ყიდვა რაღაცეების თუ სხვა გადახარჯვის გზები, აქაც მნიშვნელოვანია ინვესტიცია საკუთარ თავში და აქაც მნიშვნელოვანია რომ სხვების დახმარებით უნდა გავაკეთოთ ეს ამბავი. ბევრი ჩვენგანი საკუთარ მავნე ჩვევებს ებრძვის დამოუკიდებლად და მოკლედ რა ვიცი, დამოუკიდებლად ძალიან ძნელია ამ მავნე ჩვევებთან გამკლავება და თქვენ დაგჭირდებათ მეგობრები და მეწყვილეები და ახლობლები რომ დაგეხმარონ მავნე ჩვევებთან გამკლავებაში და ზოგიერთი მავნე ჩვევის შემთხვევაში პროფესიონალების დახმარებაც დაგჭირდებათ, ხო? მუდმივ გადახარჯვას რაც შეეხება რომ ცოტ-ცოტათი სულ გადავხარჯო და რა უჭირს მერე, მოკლედ მაგას შველის ბიუჯეტირება და კონტროლი, აქაც თქვენ თავშია ინვესტიცია გასაკეთებელი, აქაც დაგჭირდებათ დახმარება სხვების რომ ამ მეთოდოლოგიას მიეჩვიოთ, ისწავლოთ და სწორი ინსტრუმენტებს მიაგნოთ. მე მგონი მეთოდი არ დარჩა ბიუჯეტირების, რომელიც არ მიცდია, შინაგანად მოწესრიგებული მხარჯველი არა ვარ და ამიტომ მოკლედ ძალიან სერიოზული ძალისხმევა მეხარჯება იმაზე, რომ მეხარჯებოდა წლების განმავლობაში და მივეჩვიე როგორც იქნა რაღაც დონეზე, რომ ესე იგი ეს ბიუჯეტირება და კონტროლი მუშაობდეს თვის ჭრილში და წლის განმავლობაში რაღაც მოულოდნელ რაღაცეებისთვისაც რაღაცა რესურსები გამოინახოს ხოლმე, ხო? კრედიტების არარაციონალურ გამოყენებას შველის მკაცრი ფინანსური წესები. თქვენ უნდა დაუწესოთ, ყველა სახელმწიფოს აქვს, ყველა ოჯახს აქვს, მოკლედ რაღაცა წესები გჭირდება. მაგალითად, რაღაც ეტაპზე ჩემი ცხოვრების გადავწყვიტე, რომ ჩემი ერთი თვის ხელფასის ნახევარზე მეტი არ იქნებოდა ჩემი აი ეს მიმდინარე ნასესხები თანხები. აქ არ არის ლაპარაკი დაუშვათ იპოთეკაზე და ავტოსესხზე და მსხვილ რაღაცეებზე, აი პატარ-პატარა ნასესხები თანხები, აი როგორც არის საკრედიტოს ლიმიტი და ასე შემდეგ არ უნდა ყოფილიყო ჩემ ნახევარ ხელფასზე მეტი და თანდათან ჩამოვიყვანა ეს ლიმიტები და დავსვე ამ ნახევარ ხელფასზე და ადვილი ეგეც არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩემ შემთხვევაში მართვადი გამოდგა აი ეს ნახევარი ხელფასის სტანდარტი კრედიტების რაციონალური გამოყენების თვალსაზრისით. და ფინანსური პარაზიტები მოკლედ თქვენ უნდა ჩამოყალიბდეთ მართლა ვისი ვალი გაქვთ და მართლა ვის ეკუთვნის თქვენგან ფინანსური დახმარება, იმიტომ რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში 10 და 20 ლარად, ესე იგი შეიძლება გავიდეს თქვენი შემოსავლის ნახევარი, მასესხე დამეხმარე მაჩუქე და ასე შემდეგ და კარგი ისტორიაა ერთი, ესე იგი, როდესაც ჩვენმა ნაცნობმა ბანკის ფილიალის მმართველმა, რომელიც რეგიონში მუშაობდა, მოგვიყვა ესეთი რამე, რომ ყოველდღე ხვდებოდნენ ადამიანები 5 ლარი მასესხე, 10 ლარი მაჩუქე და ასე შემდეგ და ერთ-ერთ თვეში რომ მივხვდი, რომ ყოველთვიურად გავკოტრდი პრაქტიკულადო, ერთ-ერთ თვეში ყველა ვინც შეხვდა, ყველას უთხრა ხელფასის დღეს დაიბარა თავისთან ბანკის ფილიალში და მოკლედ ესენი რომ შეიკრიბნენ, ეს არის ერთი 15-20 წლის წინანდელი ისტორია და
რომ მივიდა ხელფასის დღეს სამსახურში, ესე იგი იქ დახვდა პატარა მიტინგი, ერთი 25 ადამიანი იყო შეკრებილი, ეს იყო ის ხალხი, ვინც ყოველდღიურად ხვდებოდა და თანხას თხოვდა ამ ჩვენ ნაცნობს და შევიყვანეო ესენი ყველანი, ესე იგი ჩემო ოთახშიო და არ ეტეოდნენ ძლივს დაეტევდნენ, ჭყლეტვა იყო ავტობუსივითო და ამოვიღე ჯიბიდან 920 ლარი მქონდაო ხელფასიო და უთხარიო რომ აგერ ჩემი ხელფასი 920 ლარი ამ წუთას გამოვიტანე ბანკიდან, ერთი კაპიკი არ ამიღე ჩემთვისო და აგერ აი დავდეო მაგიდაზეო და უთხარიო რომ გაინაწილეთ და გაიყავითო და ცოტა ხანი უყურესო და მიხვდნენო რომ მოკლედ თითოულის 5 ლარი და 10 ლარი და 20 ლარი რომ ეჩვენებათ რომ ბანკის მართველია და ბევრი ფული აქვს, აგერ მოკლედ განაწილება. ეხლა იმათ ჯეროდათ რომ ეს ხელფასით იყო თუ ჯეროდათ რომ ბანკის მთელი ფული ამას ეკუთვნოდა, ეს არ ვიცი, ყველანაირი ხალხი შეგვხვდება რეგიონშიც და თბილისშიც, მაგრამ ფაქტია რომ მოკლედ დაიშალა ეს ხალხი და არ წაიღეს ეს 920 ლარი და მოკლედ ცოტა სინდისმა შეაწუხა. თქვენ თუ არ გადადგით ნაბიჯები, მოკლედ ისე არ გამოვა ის რომ თავისით მიხვდებიან და თავისით შეწყვეტენ პარაზიტობას, ასე ვთქვათ, მე არ მგონია რომ ეგრე იქნება. ეხლა რა გავაკეთოთ პრაქტიკულად, რითი დავიწყოთ აი ეს რჩევები მინდა რომ მოგცეთ ამ ვიდეოს ბოლოში. პირველ რიგში მინდა მოგიწოდოთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, იმიტომ რომ ამ სერიაში იქნება 8 ვიდეო ფინანსური დამოუკიდებლობის სერიაში და სხვა თემებზე ძალიან კარგი ვიდეოები გვაქვს და ამ ვიდეოს აღწერაში არის ლინკი მთლიანი პლეილისტის, სადაც ნახავთ ყველა ვიდეოს ამ სერიიდან. ეს არის ჩემი რჩევა არხთან დაკავშირებით და ვიდეოებთან. ეხლა პირველ რიგში გაანალიზეთ აი ამ ფინანსური მდგრადობის მტრებიდან 5 მტრიდან რომელი გერჩით და გაზიანებთ ყველაზე მეტად, ხო? ანუ რაღაცნაირი თვითანალიზი უნდა გააკეთოთ, ხო? დაგეგმეთ რომელი მიმართულებით არის რეალური უახლოეს დროში ნაბიჯების გადადგმა. აუცილებლად მოგიწოდებთ რომ დაზღვევას გადახედოთ და კიდევ რა რისკების დაზღვევა შეიძლება თქვენ რეალობაში, თქვენი ბიუჯეტი, თქვენი შემოსავლით, ხო? ყველაფერი ერთად არ დაისახოთ მიზნად. ხანდახან ესეთი გამოთქმა ჩაქუჩი რო გიჭირავს ხელში, ყველაფერი ლურსმნად გეჩვენებაო და ეხლა შეიძლება თქვენ გავარდეთ და მოგინდეთ რომ ყველა პრობლემა ერთ დღეში მოიგვაროთ, ეგრე არ ხდება და შეეცადეთ რომ ნაბიჯ მივყვეთ აი ამ გეგმას და ყველაფერი თუ არ გამოგივათ, ეს არ არის პრობლემა, იმიტომ რომ გზადაგზა გადავგეგმავთ და შევცვლით და ახალ ნაბიჯებს გადავდგამთ. მადლობა ყურადღებისთვის ამ ვიდეოში, სულ ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა და მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენ მეგობრებს Index Wealth Management-იდან, რომ საშუალება მოგცეს ეს ვიდეო შეგვექმნა და გამოგვექვეყნებინა თქვენთვის. გამარჯობა, მე ვარ ფლომასტერის პროდიუსერი ნინო აბდალაძე. დღეს ვსაუბრობთ ფინანსურ მდგრადობაზე. რა შეცდომებს ვუშვებთ ბიუჯეტის დაგეგმვისას, ფინანსების მართვისას, როგორ შეიძლება რომ ეს ყველაფერი გამოვასწოროთ, როგორ შეიძლება რომ ოჯახში ჩამოვაყალიბოთ ფინანსების მართვის კულტურა, ასე ვთქვათ. და ყავს ძალიან საინტერესო სტუმარი ანა კაპანაძე, GTEX-ის აღმასრულებელი დირექტორი და ფინანსების მიმართულებით ანას აქვს 20 წელზე მეტი ხნის გამოცდილება და პირველ რიგში დიდი მადლობა რომ ამ გამოცდილებას გვიზიარებთ. პირველი კითხვა არის ესეთი, რომ რა ნაბიჯებით უნდა დაიწყოს ადამიანმა სვლა ფინანსური მდგრადობისკენ? მადლობა, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. პირველი ესე იგი, რაც ნაბიჯებზე სანამ დავიწყებთ ლაპარაკს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თვითონ განსაზღვროთ რა არის ფინანსური მდგრადობა. რატო? იმიტომ რომ ზოგადად დეფინიცია, განმარტება ვიცოდეთ. არამედ ნებისმიერი საწყისი, როდესაც ნაბიჯებზე ლაპარაკობთ და გვინდა რომ რაღაც ქმედებები განვახორციელოთ, ხო? ყველაზე მთავარი არის და შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს არის ზუსტად პირველი ნაბიჯი. ვიცოდეთ მიზანი, ანუ სად მივდივართ და რას ვაკეთებ, რისთვის ვდგავთ ამ ნაბიჯებს, რომ საბოლოო ჯამში რა შედეგი გვინდა რომ მივიღოთ, ხო? ამიტომაც ფინანსური მდგრადობა ეს არის ჩვენი როგორც პირადი, ასევე ოჯახის, ხო? პირველ რიგში 4 მთავარი კომპონენტის განსაზღვრა. შემოსავალი, ხარჯი, ჩვენი დანაზოგები და აი ეს ვალები, ასე ვთქვათ, სესხები, რომელიც დღევანდელ ცხოვრებაში ყველას გვაქვს ყოველთვის, ხო? ეს არის პირველ რიგში განსაზღვროთ რისთვის და მართოთ ეს 4 კომპონენტი, იმისთვის რომ პირველ რიგში უნდა იყოს დაკმაყოფილებული ჩვენი ყოველდღიური საჭიროებები, ეს არის ჩვეულებრივი აი კვება, ტრანსპორტირების ხარჯები, ვთქვათ, ბინის, სახლის შენახვის ხარჯები, კომუნალური, ასე შემდეგ, რაც მუდმივად გვაქვს. ანუ პირველ რიგში ეს ჩვენი ყოველდღიური ხარჯები, შემდგომ ჩვენი მომავალი გეგმები, ასევე
დაზღვეულებები იყოთ ჩვენი მომავალი გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან და მეოთხე კომპონენტი არის რომ ვიყოთ დამოუკიდებლები. აი ეს არის ფინანსური მდგრადობა, ან გრძელვადიან ჭრილში სტაბილურობა, უბრალოდ აი ამ მთავარ 4 კომპონენტის მოგვარებაში, ასე ვთქვათ, გვეხმარება. და რა არის ხა საჭირო? პირველ რიგში საჭირო არის რომ დღევანდელ მომენტში განვსაზღვროთ სად ვიმყოფებით. ანუ ასე ვთქვათ, გავაანალიზოთ ჩვენი ფინანსური მდგომარეობა. და პიტერ დრაკერმა დაგვიტოვა ესეთი ძალიან ცნობილი მისი ერთ-ერთი ფრაზა არის, რომ ჩვენ ვერ ვმართავთ იმას, რისი გაზომვაც არ შეგვეწია. ასევე პირველ რიგში ასე ვთქვათ, უნდა გავზომოთ ჩვენი ფინანსური მდგომარეობა. ისევ და ისევ ის 4 ძირითადი კომპონენტი, ხო, რა ხარჯები გვაქვს, ვთქვათ თვეში. ავიღოთ ყოველთვიურად რა ხარჯები გვაქვს, რა შემოსავალი გვაქვს, დანაზოგი თუ გვაქვს და ჩვენი სასხები და ვალები. ეს არის პირველი ნაბიჯი, რომ განვსაზღვროთ სად ვართ. რისგან შედგება, ასე ვთქვათ, ჩვენი თვის ბიუჯეტი და შემდეგ არის უკვე მეორე ნაბიჯი, რომ აი ამის საფუძველზე ვაკეთებთ უკვე ჩვენს გეგმას. ანუ ყოველთვიური ბიუჯეტი, რომელიც პირველ რიგში რასაკვირველია ეყრდნობა ჩვენს არსებულ მდგომარეობას, თუმცა აქ მთავარი არის მიზანი, ანუ ბიუჯეტის შედგენისას უკვე საით უნდა წავიდეთ რა მიმართულებით. თუ ყველაფერი ისევე გავაგრძელეთ, უნებრივია არაფერი თქვა ესე არ შეიცვლება, ხო? აქ ყველაზე მთავარი არის, რომ მიუხედავად იმისა, რა შემოსავალი გვექნება, გარკვეული ნაწილი აუცილებლად დანაზოგში რო გავუშვათ. აი ეს არის მთავარი ჩვევის ჩამოყალიბება და დანაზოგი არ გულისხმობს, ასე ვთქვათ, შავი დღისთვის შემონახულ ფულს, ხო? დანაზოგში იგულისხმება ყველაფერი, მაგალითად, დასასვენებლად გეგმავთ წასვლას, ხო? ყველას გვინდა რომ წელიწადში ერთხელ მენთ, ესეთი კარგი გემრიელი შვებულება გქონდეს. დანაზოგი შვებულებისთვის, დანაზოგის სწავლისთვის, დანაზოგი მანქანის თუ გინდა სახლის შეძენისთვის, როგორც მოკლებადიანი, ასევე გრძელვადიანი, ხო? და ასევე რასაკვირველი რაღაცა შავი დღისთვისაც, ხო? მაგრამ მთავარი არის რომ ეს კულტურა, რომ შევქმნათ დანაზოგი. და ყველაზე მთავარი არის ხოლმე, რაც ხშირად გვესმის, რომ ღმერთო ჩემო, ჩემი შემოსავალი მიმდინარე ხარჯებზე არ მყოფნის და რა დროს დანაზოგზეა საუბარი, ხო? მთავარი იმისთვის რომ ვიყოთ ბედნიერები და შევინარჩუნოთ ჩვენი ფინანსური, ასე ვთქვათ, სტაბილურობა და ფულის განკარგვაც, რომ ჩვენთვის, ასე ვთქვათ, გემრიელად შევძლოთ, ხო? აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მარტო საკუთარ თავზე არ ვიყოთ კონცენტრირებულები. დღესდღეობით ძალიან მარტივი არის ავიღოთ რაღაცა სწრაფი სესხები, რომელიც ძირითადად არის ძალიან მაღალ პროცენტში. ძალიან მომხიბვლელი არის აი ესეთი სესხების აღება, ხო? უცებ რაღაცა შეგიძლია მიხვი და ყოველგვარი რაღაც შესწავლის გარეშეც აიღო მაღალ პროცენტში და ზუსტად ამ ხიბლმა შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს. ამიტომაც პირველი, უბრალოდ მეოთხე ნაბიჯად ესე ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ ზუსტად გადავხედოთ ჩვენს ვალებს, ანუ აი 4 საწყის კომპონენტი, რაც ვთქვი, გადავხედოთ ამ ვალებს და შევეცადოთ, რომ ესეთი ძიმე ტვირთები, მაღალპროცენტიანი სესხები აუცილებლად მოვიშოროთ. ჩემი რჩევა იქნება, რომ აი ამ ფინანსურ განათლებაშიც გარკვეული თავისი დრო და რესურსი ადამიანებმა დავხარჯოთ, ხო? ძალიან დღესდღეობით ძალიან მარტივია. აი უმარტივესად YouTube-ის გვერდებზე შეიძლება რაღაცების პოვნა ძალიან პატარა 5-წუთიანი ვიდეოების, რომ იგივე იპოთეკური სესხი, რომლის გარეშეც ფაქტიურად, დღესდღეობით იშვიათად რომ ადამიანი ბინასთან სახლს ყიდულობდეს, ხო? იგივე ამ იპოთეკური სესხების რო გვესმოდეს, შინაარსობრივად რო გვესმოდეს, რასთან რა და როგორ არის. აი ეს არის ფაქტიურად ის ძირითადი ნაბიჯები, რაც საბოლოო ჯამში დაგვეხმარება, რომ ფინანსურად მდგრადად ვიგრძნოთ თავი. მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში რაღაცა სტრატეგია გქონდეს შემუშავებული და ეს ნელა-ნელა დავიმკვიდროთ, ჩვევაში გადავიტანოთ. ფინანსურ სტაბილურობას არ წყვიტავს მხოლოდ და მხოლოდ ფინანსური კომპონენტები. ანუ იმისთვის, რომ ფინანსურად მდგრადად ვიგრძნოთ თავი, როგორც ინდივიდუალმა თითოეულმა ადამიანმა და ასევე ოჯახის ჭრილშიც რა ვლაპარაკოთ, ხო? ამას წინ უძღვის ძალიან ბევრი ჩვევები, რომელიც თვითონ ჩვეულებრივი ადამიანური ჩვევები, რომლის გამომუშავებაც მე საბოლოო ჯამში გვეხმარება, რომ მივახციოთ აი ამ სტაბილურობას, მდგრადობას ფინანსური კუთხით. თქვენ ახსენეთ თავიდან, რომ ფინანსების მართვის მხოლოდ საკუთარ თავზე არ უნდა ვიფიქროთ, ანუ უფრო ოჯახის ჭრილში ხდება ეს ყველაფერი. აი ფინანსების მართვის კულტურა, რასაც ნიშნავს, ეს როგორ შეიძლება რომ ოჯახში დავნერგოთ? ესეთი პერსონალური ფინანსური მრჩეველი, ესეთი ქალბატონი არსებობს, Suze Ormani, რომელიც პირდაპირ გვაძლევს ესეთ რჩევას. გულწრფელი, გულახდილი საუბრები ოჯახის წევრებს შორის.
მაგალითად მე პირადად მქონდა ესეთი შემთხვევა, რომ ჩემი შვილები რო წამოიზარდნენ დაახლოებით, არ ვიცი, შეიძლება იყვნენ 13-14 წლის ასაკში დაახლოებით და ჩემი უფროსმა გოგომ პირდაპირ გითხრა, ანუ მე და ჩემი მეუღლეს პირდაპირ გითხრა, რომ დედაო, ჩვენც გვინდა რომ ვიცოდეთ რა ვალები გვაქვს. სესხზე საუბრობდით მე და ჩემი მეუღლე და ჩვენც უნდა ვიცოდეთო. ძალიან გაგვიკვირდა, იმიტომ რომ არასოდეს ბავშვებთან ახლა მანამდე თქვა ფინანსური საკითხები არ გაგვიხილია და აღმოჩნდა რომ მათთვისაც საინტერესო არის რა გაგებით რომ თითქოს აი ჩვენ რაღაცა საქმიანობა გვაქვს მე და ჩემი მეუღლეს და ამის მონაწილეები გახდნენ. როდესაც ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეები იყვნენ, თქო, ჩემი შვილები, ზედა უფროს კლასებში, მაგრამ სკოლის მოსწავლეები დაუწესოთ ხელფასი. და ყოველთვიურად ზუსტად ესევე ვარქმევდით. აი ამაზე ისწავლეს რეალურად და ოჯახშიც რაღაცა ამ მხრივ ესეთი სტაბილური ჩვევა გამოგვიმუშავდა ყველა ოჯახის წევრს. ყველაზე მთავარი რა არის, რომ ბავშვებში აი მიუჩვეველი და აკრძალული ხილი უფრო მომხიბვლელია, ხო გვაქვს ესეთი რაღაც გამოთქმასავით, ხო, ვამბობთ და როდესაც ეს რაღაც ახალი აღარ არის და თავიდანვე ეჩვევა ბავშვი, რასაკვირველია მე როგორ დიდობაშიც ზრდასრულს, როდესაც დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებს. რასაკვირველია უკვე ჩვევა, თავისა შვება, ხო? და ყველაზე მთავარი წესი, რომ აუცილებლად ჩვენი შემოსავალი უნდა გავყოთ, სამ ნაწილად უნდა გავყოთ, ხო? აი ეს აღარ ურთულდებათ, აი მის განხორციელება, რა. და ყველაზე რთული, აი დანაზოგის გადადება, ასე ვთქვათ, დანაზოგის ყოველთვის ყველაზე რთულია ხოლმე. და იგივე მიმდინარე ხარჯების, აი ყოველთვიური ეს ნიდს რაც არის საჭიროებების სწორი მართვა, ასე ვთქვათ რა. მდგრადი ფინანსური თავისუფლება ყოველთვიური ბიუჯეტის შექმნით იწყება. ბიუჯეტი გვეხმარება თავიდან ავიცილოთ მოულოდნელი ფინანსური სირთულეებით, დავგეგმოთ ცესხების დაფარვა. ვაწარმოოთ დანაზოგი და ვიფიქროთ გრძელვადიან მიზნებზე. იქნება ეს მოგზაურობა, განათლება თუ საკუთარი საქმე. ჩემ პირველი ხელფასის ჩარისთვის შემდეგ თავიდანვე ვანაწილებდი თანხებს. ბევრი რაღაც სხვადასხვა ტაქტიკა ვცადე, მაგრამ საბოლოო ჯამში შევჯერდი 50-30-20-20 პრინციპზე. მოკლედ ესე ვანაწილებ 50%-ს ვიყენებ მაგალითად საჭირო ხარჯებისთვის, რაც გულისხმობს შეიძლება იყოს მანქანის დაზღვევა, ექიმი, ბანკის ვალი, ან ნებისმიერი ყოველთვიური აუცილებელი სახადი თანხა. 1000 ლარზე რო განვიხილოთ, 500 ლარს მაგისთვის ვიღებ, 30%, ანუ 300 ლარს ვანაწილებ ჩემი თავისთვის, ეს იქნება ფილმზე წასვლა, თეატრში, უბრალოდ ტანსაცმელი ახალი თუ ჩემი პირადი მოთხოვნილობების დაკმაყოფილება, არ ვიცი რაც უნდა იყოს. 30% მიდის მაგაში და 20% გადამაქვს უკვე სეივინგებში, ანუ თანხაში, რომელსაც მე ვინახავ. და ამ 20%-ს მეც ყოფ ორ ნაწილად, ანუ 10%-ად, 10%-ს ვანაწილებ ანაბარზე, 10% გადამაქვს ანაბარზე და მეორე 10% გადამაქვს ინვესტიციებში. ბიუჯეტი გვეხმარება, რომ ფინანსური კუთხით თავი უფრო დაცულად ვიგრძნოთ. როცა ხარჯებს ვაკონტროლებთ და გვაქვს გარკვეული საბიუჯეტო რეზერვი, უფრო მეტი სიმშვიდით ვეგუებით მოულოდნელ სიტუაციებს, როგორიცაა ავადმყოფობა ან სამსახურის დაკარგვა. შავ დღეს პირობითად ყველა არავის არ უსურებ, მაგრამ არის მოსალოდნელი შავი დღე და არის მოულოდნელი შავი დღე. ოკეი. აბა მიხსენე. მანქანა სხვა ზღვა. კი. მოსალოდნელი დღისთვის ხარ ანუ როცა გადიხარ მანქანაში ვეჯდები ხომ არ იძახი რომ დღეს რაღაც ანუ ეგ არის მოულოდნელი მაგრამ მაგას თავის ალბათობა გააჩნია მოსალოდნელი არის მაგალითად პენსიაზე გასვლა საპენსიო ანგარიში არის სხვა და იქ დანაზოგები და სიცოცხლის დაზღვევა რომელიც გაცილებით პატარა ღირს ვთქვათ სტატისტიკა ის მოხდება და ეს გარკვეული ალბათობით მოხდება თუ ავიღებთ ჯამურად ერთობლივ ეროვნულ პროდუქტში მაგალითად არა დასავლეთის არა ჰოლანდია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს თუ ავიღებთ სადღაც GDP-ს 4-5%-იანი დონეზე ზოგ შემთხვევაში 6-7%-საც აღემატება სადაზღვეო ხარჯები ჩვენ შემთხვევაში ეს 1%-ზე ნაკლებია სწორედ იმიტომ რომ პირიქითაც ამბობენ, რო არ ხარჯავ, იმიტომაც იღებს ზარალებს. ანუ სადაზღვეო პრემია გადახდილი
მოსალოდნელი და მოულოდნელი შავი დღის რაღაცებისთვის არის პოტენციური ინვესტიცია დანაზოგის სახით. და არა მოულოდნელი რაღაცა აგიშენებია და უცბად ჩამოგექცა. აი ეს სტატისტიკურად ხო ხდება? ეს სტატისტიკა უნდა მიიღო როგორც მოცემულობა. ბიუჯეტის შექმნა არ ნიშნავს მხოლოდ შემოსავლისა და ხარჯების აღრიცხვას, არამედ წარმოადგენს ფინანსური ცნობიერების ჩამოყალიბების პროცესს. შედეგად, ფულს გაცილებით მიზნობრივად და პასუხისმგებლობით ვხარჯავთ, რაც ფინანსური თავისუფლების მოპოვებაში გვეხმარება. დაგეგმვის მომენტი მოგცემს ამ უსაფრთხოების შეგრძნებას, რომ რაღაცა იქ რო ვიცი რომ ესე მჭირდება, ამ მომენტისთვის ცოტა მეტი უნდა გადავდო იმ თვეს. ან მაგალითად ახალი წელი ჩვენთან საკმაოდ ხარჯიანი და ახალი წლისთვისაც არის ეს ფონდს აგროვებენ ხოლმე, რომ აი ეს ახალი წლისთვის ასახარჯი თანხაა და შეიძლება ამ დროს მოვუყარო კონკრეტულად თავი. ხოლო მე თუ გიხედავთ რომ ამ თვეებში ეს ვალდებულებებში ასრულებთან ეს ხარჯები გავწიეთ, შეგვიძლია რომ თქვა რომ წინასწარ რაღაცა აქედან მე გამოთავისუფლებული თანხა სხვაგან წავიდეთ. ეს მოკლედ ეს მთელი პროცესი როს თავიდან ბოლომდე დავინახოთ, ამის სისტემატურად ამ ბიუჯეტის წარმოება და შემოსავლებისა და ხარჯების თვალყურის დევნება გვეხმარება აი ამ უსაფრთხოების განცდასაც გვაძლევს და შესაბამისად მე ამ ფინანსური თავისუფლებისთვისაც გამოგვადგება და კარგია. იმედია მოგეწონათ ჩვენი ვიდეო და პატარა დანართი მინდა გაუკეთო, ესე იგი ამ ვიდეოს ორი კვლევა მინდა გაგაცნოთ და ორი წიგნის რეკომენდაცია მოგცეთ, ვისაც გინდათ რომ ჩაუღრმავდეთ ამ თემას. პირველი კვლევა არის EUTOS, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის 2020 წლის ანგარიშის თანახმად ფინანსური მდგრადობა მჭიდროდ არის დაკავშირებული დანაზოგებთან, შავი დღის დანაზოგებთან და დაზღვევასთან. კვლევის თანახმად ის ადამიანები, ვისაც ჰქონდა გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის, შემთხვევებისთვის დანაზოგი და დაზღვევა, გაცილებით უფრო მაღალი ალბათობით უძლებდნენ გარე დარტყმებს, სამსახურის დაკარგვას, სამედიცინო საჭიროებას და ასე შემდეგ. და არ იყენებდნენ მაღალპროცენტიან ვალს არ იღებდნენ, ხო? იმიტომ რომ ეხლა სხვა გზა თუ არა გაქვს, ალბათ მაღალპროცენტიანი სესხების გამოყენება გამოგიწევს. მოკლედ, ეგ არის საფრთხე ამ შემთხვევაში და EUTOS კვლევით, ვისაც ჰქონდა ეს დანაზოგი და ჰქონდა დაზღვევა, გაცილებით ნაკლებად უწევდათ მაღალპროცენტიანი სესხების გამოყენება. სამწუხაროდ ამავე კვლევის თანახმად საშუალო შემოსავალიან ქვეყნებში, რომელსაც ჩვენც მივეკუთვნებით, გამოკითხული მოსახლეობის მხოლოდ 36%-ს ჰქონდა საკმარისი დანაზოგი და ადეკვატური დაზღვევა, ხო? და აქვე, ვინც მომზადებული ხდებოდა ასეთ სიტუაციებს, სამჯერ მეტი შანსი ჰქონდათ, რომ გაეძლოთ ფინანსური სირთულეებისთვის, ხო? ესე იგი, მოკლედ, ვისაც ჰქონდა დანაზოგი და დაზღვევა, სამჯერ უფრო მეტი შანსი ჰქონდათ, ესე იგი, რომ კარგად დასრულებულიყო ეს ამბავი და არ დასჭიროებოდა თქვათ მაღალპროცენტიანი სესხის აღება, მაგრამ ამავე დროს ფაქტიურად 1/13-ს 36%-ს ჰქონდა მოსახლეობის მხოლოდ ეს მდგომარეობა. ნუ დასკვნა ის არის, რომ სულ უნდა ვემზადოთ ამ შავი დღისთვის, ესე იგი ღმერთმა კარგად გვამყოფოს ყველა თქვენც და ჩვენც, მაგრამ მაინც საჭიროა მომზადება. და მეორე კვლევა არის ძალიან საინტერესო, 2018 წელს ჩაატარა The Lancet Global Health-მა, ჯანდაცვის ორგანიზაციამ და აღმოაჩინა, რომ აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, რომელსაც ჩვენც მივეკუთვნებით, რა თქმა უნდა, ოჯახების სიღარიბეში ჩავარდნის პირველი მთავარი მიზეზი სწორედ იყო ჯანმრთელობის გაუთვალისწინებელი კატასტროფული ხარჯები, ხო? ანუ ჯანმრთელობის დაზღვევა, ადეკვატური დაზღვევა ძალიან მნიშვნელოვანია. ფაქტიურად ეს იყო ამის უქონლობა იყო მთავარი მიზეზი, რატომაც ოჯახები აღმოჩნდნენ სიღარიბეში, ასე ვთქვათ და მოკლედ ძალიან მძიმე ამბავია და მცირე სამედიცინო ხარჯებიც კი ამავე კვლევით, კატასტროფული კი არა, მცირე სამედიცინო ხარჯებიც კი 60% ოჯახებისას
აგდებს სიღარიბის საფრთხეში, იქ სადაც საყოველთაო დაზღვევა ან გაუმართავად მუშაობს, ან არ არის ხელმისაწვდომი. ამ მხრივ საქართველოში მნიშვნელოვანი რაღაცა გაუმჯობესებები არის ბოლო წლებში, ყოველ შემთხვევაში ჯანმრთელობის დაზღვევა ამა თუ იმ ფორმის, მოკლედ ამაზე ეკონომია არაფრით არ გაამართლებს გრძელვადიან პერსპექტივაში. ხო, ეს არის ორი კვლევა, რომელიც მინდოდა გამეცნო თქვენთვის. ეხლა ორი წიგნი მინდა გირჩიოთ. ერთი არის თავისუფალ თარგმანში ან ფული ან სული, ესე ქვია, Your Money or Your Life. ვიკი რობინი და ჯო დომინგეზი არიან ამის ავტორები და ფინანსური დამოუკიდებლობის კლასიკური სახელმძღვანელოა, შეიძლება ითქვას, ბევრი ძალიან საინტერესო პრაქტიკული რჩევით. მეორე არის ფულის ფსიქოლოგია, ეს არის მორგან ჰაუსელის The Psychology of Money. გვასწავლის მოლოდინების და განწყობების და ემოციების როლს ზუსტად აი ამ შავი დღისთვის მომზადების კუთხით და მოკლედ მგონია რომ ძალიან კარგი რესურსია. ხო, კიდე ორი რაღაცა მოვინიშნე ჩემთვის ამ ვიდეოს რო ამზადებდი, რომ საქართველოში სპეციფიურად დაზღვევაზე როცა ვლაპარაკობთ, ჯანმრთელობის დაზღვევა და ვთქვათ ავტომობილის დაზღვევა უფრო მეტად გავრცელებულია და იცის ხალხმა და აქცევს ყურადღებას, მე მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო ქონების, საცხოვრებელი ბინის ან სახლის დაზღვევაზე, რომელიც ძალიან იაფია, ესე იგი, ჩემი პირადი გამოცდილებითაც და სხვების გამოცდილებითაც ძალიან დიდი შესაძლო ხარჯებისგან დაგიცავთ, ეს იქნება უბედური შემთხვევა, ხანძარი, ქურდობა, ყაჩაღობა, წყლის ჩამოსვლა, ასე შემდეგ და მიაქციეთ ყურადღება, იმიტომ რომ შეიძლება წელიწადში 150-300 ლარამდე დაგიჯდეთ და მოკლედ არაფერი არ არის იმ პოტენციურ ხარჯებთან შედარებით და კიდევ ერთი არის შემოსავლის დაკარგვის დაზღვევა. არსებობს განსაკუთრებით მაღალშემოსავლიანი ადამიანებისთვის შეიძლება შემოსავლის დაკარგვის დაზღვევამ სადღაც 6 თვიანი ბუფერი შეგიქმნათ სამსახურსა და სამსახურს შორის და ამასაც მიაქციეთ ყურადღება. ეს იყო სულ ამ დანარჩი რაც მინდოდა მეთქვა და მალე შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.